აღარდანი გამოეცალა ჩემ ოჯახს. აღარაფერი საშუალება აღარა მაქვს, იმიტომ რომ ვალი მქონდა, ეხლა ხან გაიყიდა ჩემ მეორე ბინაც. თელავში ვიყავი წასული და ტელევიზიიდან გავიგე, რომ იწვისო მიმდებარე ტერიტორია. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი ადგილი იწოდა, იმიტომ რომ მე სულ მეშინოდა, რომ არ გაგვაჩერებდნენ აქ, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე უკვე ხელი დადებული იყო, რომ დაწვეს. აი ეს ვიცი, აშკარად ესე უცბად 1 საათში და საათნახევარში ამ ხელა ის არ დაიწვება. მიყვა უცები ბოლოდან თავში გაჩნდა ცეცხლი, რანაირად გაჩნდა თავში ცეცხლი. ესეთი იყო ზუსტად ბავშვთა სამყაროც 2017 წლის გათენებისას 30 იანვარს, ასე დილას დამირეკეს და ბავშვთა სამყარო იწვის. აი ეხლაც 30 აპრილს გათენებისას დამირეკეს და ბორჯომის ვაგზალი იწვის. აი ახლა ალბათ ის გამოცდილება რომ მქონდა, ემოციაც აღარ მქონდა. აი ის იმხელა მაშინ იმხელა სტრესი მივიღე რომ როგორც მე ისე აქ უმრავლესობა ამოსულები ვართ ბავშვთა სამყაროდან. იქ დავიწვი დიდი ქონება დამეწვა. იძულებული გავხდი რომ ფეხზე ისევ რომ დამდგარიყავი, დამრჩა ბანკები გადასახდელი, დამრჩა ვალები გადასახდელი, მაშინაც. იძულებული გავხდი რომ გამეყიდე საკუთარი ბინა თბილისში. ჯერ მთელი ვალი მაშინდელიც არ არის მოშორებული. ჩვენ მიწა ვხოჭნით როგორ მე ფეხზე დამდგარიყავით. აი ეს ცარიელი სადგური იყო და ჩვენ დავაყენეთ ფეხზე. ბავშვთა სამყაროში, როდესაც დავიწვით, დავნადგურდით, აბსოლუტურად შიშველი ხელებით დავრჩით და აი შემდეგ მე პირადად როგორც ერთი ადამიანი ვიქეცი ემიგრანტად, იმიტომ რომ სასწაული ვალები იყო და ქუჩაში შეიძლებოდა დავრჩენილიყავი ჩემი თავისთვის რომ არ მეშველა და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი. რაღაცა 3 წელიწადში მე ის ვალები გავისტუმრე, ჩამოვედი და 2 კაპიკი ჩავდე მე აქ, რაც მქონდა ხელში. დავიწყე ხელმეორედ დავდექი ფეხზე. ხელმეორედ. იგივე ხელწერა, იგივე დრო, იგივე რიცხვი. აი ესე დაიწვა. ეს არის ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ჩემი ოჯახისთვის. ამით მე ვარჩენდი ოჯახს. 6 სული ვართ, მარტო ჩემზეა დამოკიდებული. 6 სულს ვინახავდი მარტო მე. ჩემი მოთხოვნა ის არის. სწორე გამოძიება რომ მოითხოვონ. ისე კი არა, ვაიმე იცით იქ ვიღაცასო რაღაცა დარჩა. იქ არავის არაფერი დარჩენილი არ ქონდა. შუქები არის გამორთული. ჩვენთან შუქისგან არ იქნებოდა პაჟარი. ველოდებით რომ ვინმე დაგვეხმაროს, იმიტომ რომ მართლა ჩვენ არავინ არა ვართ. და აღარაფერი არა გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო კაპიკი ქონდა აქ ჩადებული. თავიანთ საქმესა თვითონ იცოდნენ, თუნდა გამოიძიონ, თუნდა ნუ გამოიძიებენ, ჩვენ მოგხედონ, თუნდაც რომ ხალხი შეინარჩუნონ, საქართველოში შეინარჩუნონ ხალხი. ამ წუთას ამ ხალხს ესაჭიროება დახმარება, ზარალის ანაზღაურება. ვალები ბანკში, ჩადებული ბინები, 1000 ვალდებულება, მათ უკან დგას და ოჯახები დგას, ბავშვები დგას, მოხუცები დგას. უნდა მთავრობამ მოხდოს თუ თავისი მოსახლეობის დარდ. უნდა მოხდოს. არ ვიცით როგორ უნდა გადავიხადოთ ვალები. ესე იგი ახლა გამოდის რომ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას აქვს საშიშროება. ორჯერ მაქვს იმ დროს ინსულტი გადაყანით. ახლა უკვე ჩემი თავის გადარჩენაზე ვფიქრობ რომ მე არაფერი დამემართოს.